მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოდგენ დღეს უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია უკვე 18-24 მაისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის პირველ რიგში გამოყოთ ის რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში რაც უდაოდ ძალიან კარგია ეს კი ნიშნავს იმას რომ მოიმატებს გონებამახვილობა მოიმატებს ადამიანებში კომუნიკაცია უნარი ერთობლივი პროექტების განხორციელების ან მგზავრობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია ჯანმრთელობა მეტაკლებად უფრო მდგრადი ხდება ამიტომ შესაძლებლობები ყოველხრივ იქნება გაცილებით უფრო უკეთესი და წარმატების მომტანი შეიძლება ესე ვთქვათ ეხლა კიდევ ერთი მშვენი მოვლენა გვაქვს ჩვენ რომელსაც უნდა ყურადღება ეს არის 21 რიცხვი მაისის ხუთშაბათი დღე აქ მზე გადადის ერთი თვით უკვე ტოვებს სპურო ზოდიაქოს და გადადის ერთი თვით ყუპების ზოდიაქოს ნიშანში რის შედეგად რასაკვირველია ურთიერთობებით შემსუბუქდება კომუნიკაცია მოემატებს გონებამახვილობა მოემატებს ადამიანებში მგზავრობის და დინამიური მოქმედებებისადმი ადამიანების მიდრეკილება ერთიორად მოემატებს, თუმცა ცოტა გაძლიერდება შინაგანი მერყეობა, გაორება, სულსწრაფობა ხასიათში, ეს ტენდენციები ასევე ცოტა მეტად მოემატებიან. ეხლა საერთოდ ჯამში, რადგან პერიოდი კარგია, მით უმეტეს პლანეტა მარსი და პლანეტა ვენერა ასე იცვლიან ზოდიაქოს ნიშნებს, ვენერა გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც გააძლიერებს ტოლუას ტრადიციებისადმი, საოჯახო საათესო ფასეულობებისადმი, მარსი კი გადადის კუროს ზოდიაქოში, ამიტომ ის მოქმედება გახდება უფრო მეტად სტაბილური, უფრო მოქმედი პრინციპით შვიდჯერ გაზომვა, ერთხელ გაჭერი, ფრთხილი, წინდახედული და უფრო პრაგმატული, ამიტომ ეს მთლიანობაში საკმაოდ კარგი შესაძლებლობების კვირა და თითოეული ზოდიაქოს ნიშანი რასაკვირველია ამ შესაძლებლობებსაც კარგად იგრძნობს. აი დავიწყოთ მაგალითად ვერძის პირველი ნიშნით. გაცილებით უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი პერიოდი ეს თქვენთვის, ვიდრე წინა პერიოდები და სხვა შორის ახალი შეინიციალება საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, გარკვეულწილად მათი რეალიზაციაც მოხდეს ამ პერიოდში. ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და ეს ადამიანები სხვა შორის ახალი იდეების მომტანებიც იქნებიან თქვენ ცხოვრებაში. საინტერესო პერიოდია მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, ახალი გეგმების ვიმეორებ ერთობლივად დასახვისა და რეალიზაციისათვის, რეფორმატორული მოქმედებების საქმეებში შეიძლება სიახლეების შეიტანო და საერთოდ ცხოვრებაშიც. ეს არის ის პერიოდი, როდესაც შესაძლებელია ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას, თქვენ შესაძლებლობებს, თქვენს პოტენციალს და მოქმედების პრინციპებს. სხვა შორის შეიძლება გარკვეული ფინანსური დივიდენდებიც კი მიიღოთ, გარკვეულწილად კაპიტალ დაბადებებისთვის, ინვესტიციებისთვის, ასე ფრიად ნაყოფიერი პერიოდი. ამიტომ უკვე ნელ-ნელა ამ პერიოდიდან თქვენ უკვე იწყებთ ასე ვთქვათ განვითარებას, იმიტომ რომ ახლებურ განვითარებას, იმიტომ რომ ენერგოტონუსის მოიმატებს, თანდათან იზრდებთ რომ უკვე ნაკლებად იღლებით, შრომის სინამდვილეობა უფრო მაღალია, ამიტომ მთლიანობაში საკმაოდ კარგი კვირაა თქვენთვის. ყველაზე კარგია თქვენთვის 21 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 19-23 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა კუროს ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ჯერ კიდევ გრძელდება თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდი, ძალიან აქტიური, დინამიური, აქ ენერგოტონუსიც მაღალია, ჯანმრთელობაც მდგრადია, კარგი პერსპექტივები შეიძლება გამოვლინდნენ კარიერული წინსვლის კუთხით, სხვა შორის ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, ახალი პროგრესული პროექტები შეიძლება გამოვლინდეს ან ჩაერთოთ ან პროგრესულ პროექტებში და სხვა შორის კარიერული განვითარება, წინსვლა, საზოგადოებრივ სფეროში, ბიზნეს სფეროში აქტიური თქვენი ჩართულობა ასევე ხელს შეუწყობს სერიოზულ მატერიალურად სერიოზულად მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვა შორის რომანტიკული პერიოდიცა. როდესაც შეიძლება ახალი სასქესო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, არსებული ურთიერთობები გაუმჯობესდეს ქორწინებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ერთ სიტყვით ჰარმონიული კონტაქტებისთვის სასქესო კუთხით ერთ-ერთი ასევე მეტად ნაყოფიერი და სასკეთო პერიოდია. ყველაზე კარგია თქვენთვის 20 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 18-22 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ტყუპებო აშკარად უკვე ამ კვირიდან თქვენ გამოცოცხლდებით. რატო? იმიტომ რომ თქვენთვის თავდება რეალურად ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში ეგრეთ დაბადების წინა პერიოდი და აქ უკვე მზე უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და ამას თქვენ გრძნობთ იმით, რომ ენერგოტონუსი იმუნიტეტი მატლობს, განწყობა უმჯობესდება, ემოციურად უფრო სტაბილური ხდებით და წარმატების ფაქტორების თანდათან და იღბალიც მოიმატებს. ეს ის პერიოდი, როდესაც მაგათ შეიძლება ძალიან კარგად
წარმოაჩინოთ საკუთარი თავი როგორც გურუმ, როგორც მასწავლებელმა, მოდი ასე ვთქვათ. ამასთან ერთად დიდი მებრძოლი გახდებით უსამართლობისა, რაც ერთიორად გაზრდეს თქვენს ავტორიტეტს, თქვენ აქ აშკარად დაიცავთ სუსტ ადამიანებს და აქტიურად ჩაერთებით სხვადასხვა სახის სოციალურ ღონისძიებებში, რაც ვიმეორებ კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს საზოგადოებრივ რეიტინგს. ამავდროულად მოსაუბნელია ზოგიერთი აღმოჩნდეს მოულოდნელი და საკმაოდ ისეთი შორეული მგზავრობის ან მოგზაურობის წინაშე, ზოგიერთმა შეიძლება ადგილსაყოფელიც კი შეიცვალოს, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროასაც შეიძლება აქაც შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს რომანტიკული კავშირებისთვის და რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ზოგიერთ თქვენთაგანი აღმოჩნდება ახალი სიყვარულის წინაშე ან არსებული ურთიერთობა უფრო მეტად გაუმჯობესდება. ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, უახლოესი 1 თვე მოემზადეთ, გაქვთ შანსები, რომ საკმაოდ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიოთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 21 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 19-23 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კირჩხიბებო, საკმაოდ კარგი პერიოდია, ჰარმონიულია, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი იდეები ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს, ახალი პროექტებიც, ახალი გეგმები ჩამოყალიბდეს, ამასთან ერთად ფარული, მოდი ასე ვთქვათ, ფარველები გამოჩნდებიან აქ თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან, როგორც ფინანსურად, ასევე საქმიანი კუთხით, ასევე ზოგიერთი საქმე, ზოგიერთი წინადადება, რომელიც აქ შეიძლება მიიღოთ ესეც და სხვა შორის შეიძლება ამას არც სამზეურებდეთ და კარგი იქნებოდა ესეც რო არ გამოამზეუროთ, აი ეს წინადადებები შეიძლება საკმაოდ კარგად და საინტერესოდ განხორციელდეს. მაგრამ მოდი ახლა ესე ვქნათ, ისიც ავნიშნოთ, რომ შეიძლება ჯერ კიდევ ნეგატიურმა ტენდენციებმა წიჩინონ თავი. მაგალითად, ფინანსურ ავანტურებში არ ჩაერთოთ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ესეთი მასწავლებელი წინადადებები ამასთან დაკავშირებით. გარკვეული ბრძოლა შეიძლება წარიმართოს მემკვიდრეობისათვის, მოდით ასე ვთქვათ, ფინანსურ საერთო სფეროში შეიძლება თქვენ უკმაყოფილო იყოთ იმ დაუშვათ პირობებით, რომელსაც თქვენ შემოგთავაზებენ, ასეთ ტენდენციებით შესაძლებელია. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, რომ ცოტა ფრთხილად ვიღოთ ამ თვალსაზრისით და თუ რაღაცა მნიშვნელოვანი გაწყვეტილება გაქვთ მისაღები, აუცილებლად დაუკავშირდეთ კომპეტენტურ და გამოცდილ ადამიანებს. მაშინ თქვენი მოქმედება იქნება გაცილებით უფრო წარმატებული. ყველაზე კარგია თქვენთვის 20 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 18-22 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე ლომის იმპერატორულ ნიშანს, ლომებო, უფრო მშვიდი პერიოდი ასკოლა ეს, აქ უფრო თავისუფალი ხდებით თქვენი მოქმედების კუთხით, ურთიერთობების კუთხით, როგორც პირადში, ასევე საქმიან სფეროში, უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს, სპონტანური იმპროვიზაციის უნარი. აქ შეიძლება ახალი, მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობებიც ჩამოყალიბდეს, ძველი ურთიერთობებიც გაუმჯობესდეს. სხვა შორის იდეოლოგია შეიძლება გარკვეულწილად თქვენი შეიცვალოს, რაც ცვლის ასევე თვალ ცხოვრებასაც, ცხოვრებისეულ პრინციპებსაც. ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება უფრო იდეალისტურად აღიქვათ საკუთარი პარტნიორები, ან ის მოვლენები და ცვლილებები, რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ. განსაკუთრებული მიზიდულობა გექნება ძლიერი, ასე ვთქვათ, ხასიათის მქონე ადამიანების მიმართ და ესეთი ადამიანები უფრო მეტად გიზიდავენ. არის გამორიცხული ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება აუჩნდეს საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტების წინაშეც კი. რაც მეტად შეუნარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს დაუშვათ იგივე თუნდაც კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ეს მეტად გაზრდის თქვენი კარიერული წინსვლის პერსპექტივებს და ხელშეუწყობს ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. ყველას კარგია თქვენთვის 18-22 მაისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 20-24 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა ქალწულებს, ქალწულების ერგოტონუსი აშკარად მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, გარკვეულწილად შრომისუნარიანია, ძალიან საინტერესო პერიოდია. შეიძლება მშვენიერი ცვლილებებიც მოხდეს სასიკეთო ცხოვრებაში, კარიერაში, მოდი ასე ვთქვათ. და ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს კარიერულ განვითარებას. აქ უფრო მეტად შეიძლება ახალ საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ უფრო აქტიურად. აქ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა ახალი ცოდნა შეიძინოს კიდევ და პროფესიონალურად ახლებურად განვითარდეს. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემოსავლის წყაროების ძიებას, პოვნას, რომ მასშტაბურ, მოდი ასე ვთქვათ, პროფესიონალურ ცვლილებებს ექნება ადგილი, საინტერესო თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალ საინტერესო ადამიანებთან. ეს პერიოდი ძალიან კარგია უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოენების ასათვისებლად, უცხოელებთან შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობაც განვითარდეს და ვიმეორებ ყოველხრივ შეიძლება სერიოზულად წახვიდეთ წინ. ყველას კარგია თქვენთვის 19-23 მაისის დღეები, რიცხვები და არ ვარგა
21 მაისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე ჰაერისტიქიაში გადავედით სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, აღვნიშნოთ, რომ აქ საინტერესო მოგზაურობის პერიოდია. შეიძლება შეხვდეთ არაორდინარული აზროვნების მქონე ადამიანებს. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აუჩნდეს ფრიად აქტიურ სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებშიც კი და სხვა შორის ეს ურთიერთობები ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენენ თქვენზე, თქვენ მსოფლმხედველობაზე, პრინციპებზე და ასე შემდგომ. ეს პერიოდი კარგია ახალი კავშირებისათვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. ანუ თქვენ გეწყება ძალიან საინტერესო პერიოდი, როდესაც ეს აქტიური კონტაქტები უცხოელებთან შეიძლება საკმაოდ კარგადაც დასრულდეს. ზოგიერთისთვის ქორწინებით, ზოგიერთისთვის პარტნიორული თანამშრომლობით, სხვა შორის სწავლა უცხოეთში იქნება ძალიან კარგი და თუ ისეც იმოგზაურებთ არნახული შთაბეჭდილებებით ჩამოხვალთ იქედან, ეს პერიოდი ხელს ახალი შემოქმედებითი პროექტების დასაწყოს და მათ კონკრეტულ რეალიზაციას. რაც მეტად განვისჯვალებით ოპტიმიზმით, მით უფრო მეტად წარმატებული იქნებით ამ კვირის განმავლობაში. ყველას კარგია თქვენთვის 18-22 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარ 20-24 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება საკმაოდ საინტერესო და სამახსოვრებელი პერიოდი იქნება უდაოდ ეს კვირა. აქ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს მათ შორის თქვენ სახლში და თქვენ აღმოჩნდებით ამ პროცესში ჩართული. არ არის გამორიცხული, შეიძლება ადგილსაყოფელი შეიცვალოთ, ან ახალი ბინა შეიძინოთ, ან რეკონსტრუქცია მოახდინოთ სერიოზული რაღაც გარკვეულწილად დაგეგმარება შეცვალოთ, ან კაპიტალური რემონტის წინაშე აღმოჩნდეთ. რაც გარკვეულწილად რას ქვია შეიძლება ნაწილობრივ სიამოვნების მომტანიც იყოს, იმიტომ რაღაც დისკომფორტ შექმნის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დასკველი დაგვირგვინდება ძალიან ლამაზი კომფორტული ბინით და რას ქვია კომფორტული ცხოვრებით შემდგომ. ასე ვამშვიდობთ, რომ აქ შეიძლება საერთო ჯამში რადიკალურად შეცვალოთ თქვენი მათ შორის ვიმეორებ საცხოვრებელი პირობები, სასიკეთოდ. ამასთან ერთად ძალიან კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, სასიყვარულო პარტნიორული ან საქმიანი ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობებისთვის, თქვენი შემოქმედებითი ინჭის უნარის გამოსავლება და თუ რაღაც პრობლემები შეიქმნა, აუცილებლად ეს პრობლემები გადაწყვიტეთ არა ხისტად, არა როგორც თქვენ იცით, ასე ვთქვათ, ზოგჯერ აგრესიით, არამედ მშვიდობიანად, დიპლომატიით და კომპრომისებით, მაშინ იქნებით გაცილებით წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 19-23 მაისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 21 მაისის დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება მშვილდოსნების ენერგო ტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს, ამიტომ ნაყოფიერება მოქმედებისა იქნება უფრო თვალში საცემი. აქ შეიძლება საინტერესო ღონისძიებებში ჩაერთოთ, საზოგადოების ფართო ფენების წინაშე გამოხვიდეთ და ამით თქვენი რეიტინგი გაზარდოთ საზოგადოებაში. ახალი საქმიანი ან საზოგადოებრივი კონტაქტების დროა, აქ იქნება ძალიან ბევრი შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო მოგზაურობის ტენდენციების თვალშისაცემი იქნება და ამან შეიძლება რადიკალურად ცვლილებები შემოიტანოს თქვენს კარიერულ წინსვლაშიც კი. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო და გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომელიც სხვათა შორის დაგეხმარებიან შემდგომ ასე თქვენს განვითარებაში. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს მასმედიის ინტერესის ფერხულში და ესეც გაზრდის თქვენს რეიტინგს. ამავდროულად მოდით აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც უნდა პრაგმატულად იმოქმედოთ. იაზროვნეთ პრაგმატულად და არა ფანტაზიებს აღვეთ და შემოქმედებითი კუთხითაც პერიოდი საკმაოდ დაყოფიერია. მათ შორის უკვე ის უწყობს ხელს ქორწინებას, სასიყვარულო პარტნიორულ ან ბიზნეს საქმიან პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახლებურად მათ განვითარებას. ყველას კარგია თქვენთვის 18-22 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 20 მაისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, თხისკება უბრალი სკოლისა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ძალიან ბევრი შესაძლებლობები გექნებათ იმისა, რომ მოიპოვოთ ფული, ფინანსურად, ასე ვთქვათ, გაუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, ფინანსურად უფრო დამოუკიდებელი გახდეთ და უფრო საინტერესო, ასე ვთქვათ, საქმიანობასაც მოგიდოთ ხელი. ანუ შეიძლება ახლებურად გამოავლოთ ის ნიჭი, უნარი, რომელიც სხვა დროს ვერ ვლინდებოდა სხვა მიზეზების გამო. ამასთან ერთად ზოგიერთი, ასე ვთქვათ, თქვენი საიდუმლო საქმეებიც უფრო მეტად ლეგალური გახდება. ამავდროულად ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას ძალიან კარგია ვარჯიშები, შორის გარეგნობის შეცვლაც შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენი გარეგნული იმიჯით შეიძლება შეიცვალოს და აქედან გამომდინარე არაერთი იდეა შეიძლება რეალიზაციაში მოიყვანოთ. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება იქნება ფრიად წარმატებული და რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნება თქვენს შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან, ეს უფრო მეტად წაგრძელს წინ. სხვა შორის ზოგიერთი ახალგაზრდა თაობის ეს წარმომადგენელი ნიშანი აღმოჩნდება
ახალი რომანტიული, ასე ვთქვათ, ურთიერთობების წინაშეც. Ყველას კარგია თქვენთვის 20-24 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარ გაქვთ 18 და 22 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. მერწყულს რაც შეეხება, მერწყულებო ძალიან ბევრი შესაძლებლობები მოგეცემოთ უკვე ამ გვერდიდან, რომ გამოვინოთ თქვენი ნიჭი, უნარი, ინიციატივა, ახლებურად ყველაფერი და აქ შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს გეგმებს, თქვენს ცნობიერებას, ამასთან ერთად უფრო სწრაფად მოხდება თქვენი ადაპტირება იმ მოვლენებისადმი, რომელიც ასევე სწრაფად ცვლადია, უფრო სპონტანურად აზროვნებთ და არაორიგინალურად თავლეთ თქვენს შესაძლებლობებს, რაც უფრო მეტად ზრდის თქვენს პოპულარობას საზოგადოებაში. ეს ის პერიოდი, რომელშიც შეგიძლიათ რადიკალურად და სასიკეთოდ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და გახდეთ საკმაოდ ცნობადი პირი და საკმაოდ პოპულარული. ამიტომ მას თქვათ აქტიურად იმოქმედოს ხელშვის კარგი პერიოდია უკვე პირადი ურთიერთობებისათვის. აქ შეიძლება თქვენ ზოგიერთი ახალი თანამდებობის წინაშე აღმოჩნდეს და ახალი საინტერესო მეორე პროგრესული იდეებიც განახორციელოს. ყველას კარგია თქვენთვის 18-22 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარ გა 20 მაისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, საინტერესო აქტიური პერიოდია, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, რაც ხელს სცემს თქვენი შემოქმედებითი ნიჭის უნარის ასევე მეტად გამოვლენას. შეიძლება რადიკალური ცვლილებებით შემოიტანოთ სახლში, ოჯახში, ახლებურად დავშოთ, ლამაზად მოეწყოთ უფრო სიტუაცია, უფრო მყუდრო გახადოთ. ახალ ბინაში შეიძლება აღმოჩნდეთ სარემონტო სამუშაოებიც აწარმოოთ. აქ შეიძლება რაღაც მატება მოხდეს თქვენს ოჯახში. ამასთან ერთად მოდი ავნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ ასევე მრავალფეროვანი კონტაქტების წინაშე აღმოჩნდეთ. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები იქნება მეტად ნაყოფიერი. აქ შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და ოჯახშიც ვიმეორებ, შეიძლება პატარა რევოლუცია მოახდინოთ, ისე გაალამაზოთ და მყუდრო გახადოთ თქვენი სახლი. რომ ოჯახის წევრებთანაც ურთიერთობა სასიკეთოდ შეიცვლება. მგზავრობის კუთხითაც პერიოდი ძალიან კარგია. ხელსაწყობს იგი სწავლას, საჭირო, საინტერესო ინფორმაციის მიღებას, რაც პლანობაში ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას და გავითარებას. ყველას კარგია თქვენთვის 20-24 მაისის დღეები და რიცხვები და არ ვარ გა 18-22 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. აი ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებ ბედნიერ დღეს, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.